მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ტრადიციულად შემოგიერთით სპორტის თემით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კარატეში, სპორტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სპორტის მინისტრის მოადგილე. დღეს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ პირველ რიგში სპორტის უნივერსიტეტის შესახებ, რომელმაც სასწავლო წელი გახსნა ოფიციალურად დაახლოებით 2 კვირის წინ და ამის შემდეგ მიმდინარე წლის შეფასებაც გვაინტერესებს თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით 2025 წელი ჯერჯერობით არ არის დასრულებული და ბევრი медали გვაქვს მოპოვებული და გარდა ამისა გვაქვს ისტორიული მედლები მოპოვებული. თუ არ ვცდები 39 ჯერ გააჟღერდა 2025 წლის განმავლობაში ქართულ სპორტთან მიმართებაში ფრაზა ისტორიაში პირველად. მადლობა რომ მოხვედით სტუმრად, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მსმენელებს, მაყურებლებს და მადლობა რომ გვეძლევა შესაძლებლობა ქართველი გულშემატკივრებისადმი და სპორტის მოყვარულებისადმი მივიტანოთ ინფორმაცია უფრო ახლოს სპორტთან დაკავშირებით, ფიზიკურ აღზრდასთან, სასპორტო განათლებისა და ზოგადად სპორტის განვითარების შესახებ. სასპორტო განათლება ახსენეთ, სპორტის უნივერსიტეტი დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა ფიზიკურად, აღდგა მისი ფუნქციონირება უკვე რამდენიმე წელია. გვაინტერესებს აი 2025 წელი, რითი არის საინტერესო და გამორჩეული, რა საგნების შესწავლა შესაძლებელი, არის თუ არა გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ, თუმცა დავიწყოთ პირველი საკითხით, რამდენი მოსწავლე ყავს ახალი უნივერსიტეტს და რა ფაკულტეტებია? პირველ რიგში, რადგან თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტი არ არსებობდა, იყო გაუქმებული, ამას ძალიან დიდი განსასწრელი გადაიტანა 2007-2013 წლამდე, მაშინდელი სახელწოდებით საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია გაუქმებული იქნა მაშინდელი მთავრობის მიერ, ჩემი და ძალიან ბევრი სპორტის საზოგადოების და წარმომადგენლების მიერ ეს იყო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. მადლობა ღმერთს, რომ მდგომარეობა შეიცვალა და ქვეყანაში ერთადერთი უმაღლესი სასპორტო აკადემიური სასწავლებელი, რომელიც ამზადებს კადრებს, სპორტის კვალიფიცირებულ კადრებს, აღდგა 2013 წელს. ისტორია ძალიან დიდი აქვს ამ უმაღლეს სასწავლებელს. 2028 წელს სრულდება 90 წელიწადი სპორტის უნივერსიტეტისა. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ფაკულტეტი ფიზიკური აღზრდის და სპორტის, მაშინდელი ფიზიკური კულტურის და სპორტის ტერმინოლოგიით იყო, ხოლო 1938 წელს ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი უმაღლესი სასპორტო სასწავლებელი. 10 წლეულების განმავლობაში ამ უმაღლესმა სასწავლებელმა 20,000-ზე მეტი კვალიფიცირებული კადრი გამოუშვა, რომელიც წარმატებით მოღვაწეობდნენ სპორტში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და უმნიშვნელოვანეს კადრებს ამზადებდა როგორც სპორტული კლუბებისთვის, ასევე სპორტული ორგანიზაციებისა და სამედიცინო მიმართულებით. 2025 წლის მდგომარეობით საერთაშორისო აკრედიტაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ სპორტის უნივერსიტეტს მიენიჭა უფლება, რომ მას ყავდეს 1400 სტუდენტი. ყოველწლიურად ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 300 სტუდენტს მისაღები გამოცდების შედეგად. ამის გარდა გვაქვს დამატებითი პროგრამები, მასწავლებლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროგრამა 60 კრედიტიანი, რომელიც გულისხმობს, რომ საშუალო საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგებს აქვს შესაძლებლობა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდები და 1 წელი გადაემზადონ აიმაღლო კვალიფიკაცია, რის შემდეგაც მათ განათლების სამინისტროში ეძლებათ მეტი ხელფასი ის, ვიდრე მანამდე ჰქონდათ ამ კვალიფიკაციამდე. ხელფასი რო გვერდზე გადავდოთ რეალურად, სხვათა შორის ჩემ ბავშვობაშიც არ იყო სათანადოდ აღქმული და მგონია რომ დღესაც არის ეს პრობლემა. თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი პროფესია, არა და დღევანდელ გაჯეტების სამყაროში მე მგონი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ის, რომ სკოლებში ბავშვებმა მიიღონ შესაბამისი აქტივობები, რომ თავი დავახციოთ უამრავ დაავადებას, უამრავ პრობლემას, რაც შეიძლება გამოიწვიოს უმოქმედობამ და ვთქვათ ნაკლებმა აქტივობამ პატარა ასაკში.
2012 წლამდე სტატისტიკას თუ ავიღებდით, ჩვენ საქართველოში არსებული სკოლების დაახლოებით 70%-ში ფიზიკური აღზრდის და სპორტის კვალიფიკაციის არ მქონე პედაგოგები ასწავლიდნენ ამ მიმართულებით. ამას ჰქონდა ერთი მიზეზი ის, რომ ძალიან ხანდაზმული ასაკი იყო უკვე შემორჩენილი სპორტის მასწავლებლებისა, უпроსტოდ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებისა. სპორტი მაინც საშეჯიბრო საქმიანობა არის და სკოლაში საჭირო არის ფიზიკური აღზრდა და ახალგაზრდებს არ ჰქონდათ мотивация, რომ სკოლაში დაეწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, სკოლის ადმინისტრაციას, დირექციას ჰქონდა რა ბჭყალებში გამოსავალი ნაპოვნი, რომ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებით ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ფუნქცია. რა თქმა უნდა, ეს არასწორია და მადლობა ღმერთს, რომ დღეს სხვანაირი მიდგომაა და სკოლებში ამ მიმართულებით მეტნაკლებად უკვე აქტიურად მიმდინარეობს საქმიანობა და სპორტის უნივერსიტეტი სწორედ ასეთ დაკვეთას იღებს მასწავლებლის პროგრამაზე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წლების წინ ფაკულტეტი არსებობდა ფიზიკური აღზრდის განათლების, ანუ პედაგოგის მასწავლებლის მომზადების ფაკულტეტი. დღეს ეს მხოლოდ მოსამზადებელი პროგრამით არის, ხოლო რაც შეეხება საბაკალავრო პროგრამებს, სპორტის უნივერსიტეტში ამ ეტაპზე არსებობს ორი ფაკულტეტი, სადაც ხორციელდება შემდეგი პროგრამები. პირველი არის მწვრთნელთა ფაკულტეტი, რომელზეც არის საბაკალავრო პროგრამა სპორტის სახეობების მიხედვით მწვრთნელის მომზადების პროგრამა და მეორე ბიზნეს ადმინისტრირება, სპორტის მენეჯმენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ სპორტულ კლუბებში, სპორტულ ორგანიზაციებსა თუ სასპორტო დაწესებულებებში ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები. ძალიან ბევრი ახალი თანამედროვე კომპლექსები იხსნება, სადაც უნდა დაკავდნენ მწვრთნელები, ადმინისტრატორები და ამის მართვის სტრუქტურაში უნდა არის თუ არა ეს დღეს რეალურად პრობლემა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ნაკლებობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ჩადებული არის გეგმაში, რომ 2025 წელიც ამ მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური. პრობლემა ნამდვილად არის, იმიტომ რომ სწორედ ის პერიოდი, როდესაც უმაღლესი სასწავლებელი იყო გაუქმებული, ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ზოგადად საკადრო პოლიტიკას, იმიტომ რომ აწლეულები დაჭირდება იმ საკადრო ვაკუუმის შემსებას, რაც ახლა ზოგადად სასპორტო მიმართულებით არსებობს. ეს არის მწვრთნელი, ადმინისტრაციული პერსონალი თუ სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი. როგორც გითხარით, ფაკულტეტი ორია, მაგრამ მწვრთნელთა ფაკულტეტზე არის მწვრთნელისა და ბიზნეს ადმინისტრირების, ანუ სპორტის მენეჯმენტის და ასევე არის ფაკულტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, ანუ სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით. ძალიან საინტერესო პროგრამებია, ძალიან მოთხოვნადია და ისევე როგორც მწვრთნელი მედიცინაც ერთ-ერთი ის თანხლები დარგია და მეცნიერებაა, რომლის გარეშეც სპორტის განვითარება, როგორც მასობრივი, ისე უმაღლესი მიღწევების სპორტისა წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ბიზნეს ადმინისტრირება, სპორტის მენეჯმენტი, თქვენ ახსენეთ ინფრასტრუქტურა, საქართველოში ალბათ უპრეცედენტო ბუმია სპორტის ზოგადად ხარდაჭერის, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლების და მე როგორც სპორტის მინისტრის მოადგილემ შემიძლია გითხრათ, რომელმაც დაახლოებით 10 წელი ვიმუშავე როგორც სპორტის დეპარტამენტის უფროსად და მანამდე დანარჩენ წლებში სპორტში ვიყავი მუდმივად, არასდროს ასეთი მიდგომა სპორტის მიმართ და ზოგადად სპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის კუთხით არასდროს არ ყოფილა. მე შემიძლია ციფრებში გითხრათ, უბრალოდ ახლა რახან უნივერსიტეტზე ვსაუბრობ, პრობლემა ნამდვილად არის, იმიტომ რომ ზოგადად სპორტის განვითარება არის დამოკიდებული სამ ძირითად კომპონენტზე. ეს არის პირველი ინფრასტრუქტურა, მეორე მომეცადინეთა რიცხოვნება და ბავშვები, რომელიც ყოველთვის იქნება და მესამე კადრები, რომელმაც უნდა ეს ბავშვები ამეცადინონ, სასწავლო საწვრთნელი პროცესი წარმართონ, თუ ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა გაწიონ მართვა ამა თუ იმ ობიექტების. არ დაგიმალავთ და ობიექტურად გეტყვით, ძალიან კარგი თანამედროვე სპორტული ობიექტები, მულტიფუნქციური ობიექტები იხსნება, თუმცა ჩვენ საჭიროებთ
მაგალითად ისეთი მიმართულებით კვალიფიცირებული კადრების მოძიება მიმდინარეობს და გვიჭირს, სადაც არის საწყლოსნო სახეობები, ან აუზის მოვლის სპეციალისტი, იგივე ფიტნესი, თანამედროვე ბუმია დღეს ფიტნესის, ძალიან ბევრი კლუბი იხსნება, კომერციული კლუბები. კარგია რომ ეს კულტურა ყალიბდება საქართველოში, რომ ადამიანი ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს ფიზიკური აქტივობით დაკავებული, რომ ის ქმედითუნარიანი იყოს სხვა თავის საქმიანობის განხორციელებისთვის და ესთეტიკური მხარეც აქვს ამას და მარგი ქმედების კოეფიციენტით მის სამსახურში თუ საქმიანობაში, მაგრამ ამას ჭირდება კვალიფიცირებული ინსტრუქტორები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამისა და უნივერსიტეტში ასევე გაიხსნა ახალი პროგრამა, რომელმაც გაიარა ავტორიზაცია, ეს არის ჯანმრთელობა და ფიტნესი. სპორტის უნივერსიტეტს ასევე გააჩნია მაგისტრატურა, ვისაც აქვს სურვილი, რომ მისი სასპორტო განათლება გააღრმავოს და უკვე კვლევით საქმიანობაში გადავიდეს, რომელსაც სურს შემდგომში გააგრძელოს თავისი საქმიანობა სპორტული მიმართულებით, აქვს შესაძლებლობა, რომ დაამთავროს მაგისტრატურა და კიდევ 2 წელი კვლევითი საქმიანობით დაიცვას თავისი სამაგისტრო ნაშრომები. სანამ დავასრულებთ სპორტის უნივერსიტეტის შესახებ საუბარს, მინდა გკითხოთ 2 რამ. 1. პირველი, არსებობს ინფორმაცია, რომ სპორტის უნივერსიტეტის ექნება ახალი შენობა და რა პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს და რა გეგმებია თუნდაც ფაკულტეტების დამატების თვალსაზრისით და არის თუ არა შესაძლებლობა თუნდაც საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა დღის მონაცემებით. დღის მონაცემებით სპორტის უნივერსიტეტი წლებია მიერთებულია საერთაშორისო ბოლონიის პროცესს, რომელსაც ევროპული საგანმანათლებლო სივრცე ქვია, მათ შორის სპორტის მიმართულებით არის პროგრამა Erasmus+ პროგრამა, რომელიც ყოველ სემესტრში სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იღებენ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში და მიემგზავრებიან სასწავლებლად თითო სემესტრით ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასპორტო სასწავლებლებში. ეს არის ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ისეთი როგორც არის პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორც არის ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ, იღებენ ამ გამოცდილებას და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენმა მწვრთნელებმა, მომავალმა მწვრთნელებმა მედიცინის, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის და სპორტის მენეჯმენტის სპეციალისტებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია, მათ შორის ასევე გაცვლითი პროგრამები პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მათ ეძლევათ ამ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება მომავალს. ჩვენ მომავალში ვფიქრობთ, კიდევ დავამატოთ პროგრამები და გავამდიდროთ ჩვენი უნივერსიტეტის არეალი, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო კუთხით. ძალიან ბევრი მოკლევადიანი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებია. ისეთი როგორც არის სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოკლევადიანი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, რომელსაც სპორტის უნივერსიტეტი ამა თუ იმ ეროვნულ სპორტულ ფედერაციასთან ერთად კოოპერირებით ახორციელებს. ასევე მაგალითად საქართველოს სპორტული ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა სპორტული კომენტატორის კურსები. ეს არაფორმალური განათლების კუთხით, ანუ სასერტიფიკატო მიმართულებით. სადაც ბიძინა ბარათაშვილი და გიგა გვენცაძე არიან ჩართულები და სხვა ჩემი კოლეგები, სხვათა შორის ისეთი კურსია, დიდი სიამოვნებით მეც უნდა მივიდე ისეთი საზოგადოება იქ ჩართული. ამით იწყება ეს ყველაფერი და სამომავლოდ საერთაშორისო ევროპული გამოცდილებაც არსებობს, რომ უმაღლეს სასპორტო დაწესებულებებში არსებობს მიმართულება სპორტული ჟურნალისტიკის, რომელიც უკვე არა სასერტიფიკატო კურსით, არამედ ბაკალავრის ცოდვის და გამოცდილებით იქნება. ჩვენ ვფიქრობთ სერიოზულად დავნერგოთ მოთხოვნიდან გამომდინარე ისეთი პროგრამა, როგორც არის სპორტის ფსიქოლოგია და ჩვენ მაგისტრატურის მიმართულებით უკვე გვაქვს ეს პროგრამა. შეუძლია სპეციალისტ, რომელსაც ზოგადი ფსიქოლოგიური განათლება აქვს, ან სხვა მიმართულება და მას უნდა რომ სცადოს თავის საქმიანობა სპორტში, სპორტის ფსიქოლოგიით დაიცვას საბაკალავრო ნაშრომი და თავისი კვლევები განახორციელოს სპორტში. მინდა გითხრათ, რომ მეც გარკვეულ ეტაპზე 2005-2006 წლებში მომიწია სწავლა გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც საერთაშორისო სამწვრთნელო კურსები გვაქვს გავლილი, მათ შორის სპორტის ფსიქოლოგიაში და იქ მოხდა სადიპლომო დაცვა სპორტის ფსიქოლოგიაში. ძალიან ბევრი საინტერესო პრაქტიკა გავიარეთ და დღეს თანამედროვე სპორტი
ძლავრი ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე. უმაღლესი მიღწევები თითქმის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სასწავლო საცვლელი პროცესი ყველასთვის ცნობილია, იგეგმება ადამიანის შესაძლებლობები ფიზიკური რაღაცა დონემდე ზღვარზეა მისული, თუმცა გამარჯვებას აღწევს ის, ვინც წინა სასტარტო მდგომარეობაში არის ფსიქოლოგიურად მზად, არ აქვს წინა სასტარტო აპათია, არ აქვს დეპრესია, არ აქვს პოსტტრაუმული ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური ტრავმა და ამას ფსიქოლოგები სწავლობენ, მუშაობენ ინდივიდუალურად სპორტსმენებთან და შემიძლია გითხრათ, რომ რამოდენიმე ფსიქოლოგი, რომელიც წარმატებულად მუშაობს ჩვენ სპორტსმენებთან, მათი შედეგები უკვე 2025 წლის შედეგებზეც აისახა, როგორც გუნდურ სახეობებში, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში. ეს არის მოთხოვნადი, აუცილებელი მომიჯნავე მეცნიერება, რომელიც ხელს უწყობს ზოგადად სპორტული შედეგების მიღწევას. ანუ თქვენ ახლა რასაც ამბობთ, რომ დავაკონვერტიროთ ინფორმაციაში, გამოდის ის, რომ დაახლოებით 20 წლის წინ ის რაც საერთოდ უგულებელყოფილი იყო, ან ზოგადად არც ვიცოდით რაღაცების არსებობის შესახებ, დღეს გადმოვიდა წინა პლანზე, გადმოვიდა იმ დომინაციის მდგომარეობაში, როცა აი ამ კომპონენტების არ შესრულების პირობებში წარმატება პრაქტიკულად არის შეუძლებელი. თუნდაც იგივე ნუტრიციოლოგია, თუნდაც იგივე დამოკიდებულება მწვრთნელებისა, თქვათ განათლების გარეშე, ახალგაზრდებთან, სპორტსმენებთან, მომავალ ტალანტებთან და თუნდაც ის ამბავი, რომ ჩვენ ძველი სპორტსმენებისგან ბევრჯერ გაგვიგია, რომ წყალს არ გვასმევდნენ. აი, იცით რა მინდა გითხოთ, თუ არის ამაზე პასუხი შესაძლებელი მოკლედ, რომ თქვათ რა იყო 20 წლის წინ და რა არის დღეს საჭიროებები და რამდენად შეიცვალა ზოგადად მაღალი მიღწევების სპორტი. მაღალი მიღწევების სპორტი მუდმივად იცვლება და სრულყოფისკენ მიდის, რა თქმა უნდა, ახალი მოთხოვნები, ახალი რეკორდები მყარდება. ყოველთვის სასპორტო განათლებას თან ახლდა მეცნიერება. უბრალოდ ის წლები, რა თქვენ ჩამოთვალეთ, მაშინ ქვეყანას არ ეცალა ამისთვის, მაშინ არ იყო საქართველოს სხვაგან იცოდნენ, სხვაგან ვითარდებოდა და მანამდე ჩვენთანაც ძალიან კარგად ვითარდებოდა. ისიც შეგვიძლია გითხრათ, რომ 10 წლეულების წინ საქართველოში დანერგილი სიახლეები ბევრ ევროპულ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ქვეყნებში სამაგალითოდ აქვს გადატანილი. მაგალითად შეგვიძლია მოგიყვანოთ, რომ კუნთის ბოჭკოს აგებულების ანალიზი და მისი პროპორიენტაცია და დანერგვა შემდგომში სპორტსმენების სხვადასხვა სახეობებში მისამართად, ანუ დაახლოებით 4 კლასის განმავლობაში ბავშვი რომ სწავლობს ზოგადად და ემზადება ფიზიკურ მომზადებაში, მერე მას ეძლეოდა მითითება და რეკომენდაცია თუ რომელ სპორტში ჯობდა ის წასულიყო. ეს საქართველოში დაინერგა საფუძველზე, ხო? ამ ანალიზის საფუძველზე ეს დაინერგა 60-იან წლებში, როდესაც შეიქმნა დიმიტრი იოსელიანის მიერ გლდანში ოლიმპიური რეზერვების ცენტრა, დღეს წოდებული ადრე ინტერნატი ერქვა. აღმოსავლეთ გერმანიამ ყოფილმა გედერმა ეს პირდაპირ კოპირებით გადაიღო და უშუალოდ საქართველოსდან წაიღო და დანერგა, რომელსაც დღესაც წარმატებით ახორციელებს. მერე იყო წლები, როდესაც ქვეყანას არ ქონდა ამის შესაძლებლობა და არ ეცალა და ომში და უბედურობაში იყო და მადლობა დღეს ქვეყანაში მშვიდობაც არის, ეკონომიკური ზრდაც არის და იმისთვის ცალია უკვე ყველას, რომ სპორტში უკეთესი შედეგები მიიღო და ამაზე მეცნიერები უნდა მუშაობდნენ და იმუშაონ. ეხლა მივდივარ ზუსტად იმ საკითხზე, რომელიც ჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა ამ ყველაფერს. დიღომში ოლიმპიური ბაზების ტერიტორიაზე, რომელიც თავიდან გაშენდა 2015 წლიდან ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალისათვის, იქ გამოყოფილი არის ძალიან დიდი ტერიტორია იმისათვის, რომ საომავლოდ აშენდება და უახლოეს დღეებში და კვირებში დაიწყება მშენებლობა სპორტის უნივერსიტეტის ახალი თანამედროვე შენობის, რომელიც პროექტიც უკვე მზად არის, გაკეთებული არის და იქნება უნიკალური ახალი თანამედროვე სპორტის უნივერსიტეტის შენობა. აუცილებლად ექნება თავისი კამპუსი საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის. იქ საომავლოდ იგეგმება სპორტის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების ოფისების, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის, სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა და ეს იქნება უნიკალური სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სასწავლო საცვლელ და ადმინისტრაციულ სპორტულ ორგანიზაციებს. ძალიან სასიამოვნოა ესეთი ინფორმაციის მოსმენა, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად ნეიტრალურად განწყობილი ადამიანებისთვისაც კი აღმაფრთოვანებელია, იმიტომ რომ რეალურად ამ ყველაფრის გარეშე შეუძლებელია, რომ მაღალი მიღწევების სპორტში
გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი დაიმკვიდრო. ისე სპორტს ახსოვს ხო ანომალიური წარმატებები, ისეთი წარმატებები, რომელსაც საფუძველი არ ქონდა, მაგრამ ნიჭის და თქვათ კონკრეტულად იმ მომენტში მომზადების საფუძველზე ქონდა თქვათ გზა გაკვლეული და დღეს ალბათ მაინც იშვიათად ხდება ესეთი რაღაცები, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ყველაფრისთვის მზად. მინდა სპორტის სამინისტროზეც კითხოთ 2025 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება ისტორიაში პირველად სპორტის სამინისტრომ დამოუკიდებლად არც კულტურა, არც ძეგლთა დაცვა, არც ახალგაზრდობა აღარაფერი აღარ აქვს მიბმული, არის დამოუკიდებელი სამინისტრო. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რისთვის არის ეს კარგი და მინდა კითხოთ თქვენი საქმიანობის შესახებ, იმიტომ რომ 2025 წელი უკვე ისტორიული წელია. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოს სპორტული საზოგადოების ოცნება და დაკვეთაც რომ სპორტს ქონოდა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული. მე მიმუშავია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშიც. მანამდე სულ ძველ პერიოდში და წლებში იყო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, კომიტეტი და ასე შემდეგ, იყო ხან ტურიზმთან. 2017 წლიდან შეუერთა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ადრეც იყო რაღაცა პერიოდში ეს, მერე შეუერთა განათლების სამინისტროს, მერე განათლებიდან ისე გამოეყოდა ცალკე კულტურა და სპორტი და ახალგაზრდა იყო. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ექსპერიმენტები ტარდებოდა. პირდაპირ გეტყვით, მაშინაც დღესაც და ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი იმას, რომ ეს იყო არასწორი, ეს ექსპერიმენტები, იმიტომ რომ სპორტი იმდენად ცოცხალი ორგანიზმია, იმდენად ოპერატიულად ჭირდება ნებისმიერ საკითხს გადაწყვეტა. ეს იქნება სასწავლო-საცვლელი პროცესი, ინფრასტრუქტურა თუ კონკრეტულად შეჯიბრებაში მონაწილეობა და გამგზავრება, რომ ყოველთვის სპორტი სამწუხაროდ მეხუთე ბორბლის ფუნქციაში იყო სხვადასხვა სტრუქტურებთან. თუმცა რა თქმა უნდა, მე სხვა დარგს ჭრილს არ ვაყენებ პირიქით. უბრალოდ სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს დარგი და ეს ქვეყანა მისი სპორტული ტრადიციებიდან გამომდინარე ნამდვილად იმსახურებდა ამას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დაანონსა და უკვე 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოში დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის სამინისტრო. ეს არის მცირე, პატარა ზომის სამინისტრო, მაგრამ უდიდესი პოტენციალის, უდიდესი პოზიტივის, სიხარულის და ბედნიერების მომტანი ჩვენი ქართული გულშემატკივრებისთვის და მოსახლეობისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ განსაკუთრებული ფუნქცია გვაქვს, რა ელემენტარულად ავიღოთ პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკას, რომელსაც სპორტის სამინისტრო ახორციელებს, რა თქმა უნდა, ეს არის ცხოვრების დასახი წესის პოპულარიზაცია, მასობრივი სპორტის განვითარება, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, რომელსაც აუცილებლად მოსდევს შემდგომში შედეგი. ოლიმპიური ჩემპიონები არის ის პირამიდის წვერი, რომელიც დგას იმ საფუძველზე, რასაც მასობრივი სპორტი ქვია. ამიტომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და ეს იყო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც სამინისტრო გამოიყო ცალკე. ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული იმ პოტენციალს, იმ რესურსს, რომელიც მზარდია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, მათ შორის სპორტშიც, როგორ გამოვიყენებთ და როგორ ჩავდებთ ამას და როგორ განვახორციელებთ და გარდაქვთ ამას წარმატებაში. სპორტის განვითარება, როგორც გითხარით, არის ინფრასტრუქტურა, კადრები და მომეცადინეთა რიცხოვნობა, ანუ სპორტში ჩართულთა აქტივობები. საქართველოში ამ პერიოდში და 24 წელიც არ უნდა დავივიწყოთ, რადგანაც უპრეცედენტო იყო, იმიტომ რომ ოლიმპიური წელი იყო და უნიკალური შედეგები დაფიქსირდა 2024 წელს 1500 მედლამდე იყო მოპოვებული ჯამში. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ გვაქვს 1260 მედალი, მაგრამ ეს წინა კვირის მონაცემებია და ეს ჯერ პრაქტიკულად მთელი კვარტალი წინა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ შარშანდელ შედეგებზე უფრო მეტი სპორტული მედალი და შედეგი გვექნება. ანუ გვაკლია დაახლოებით 300 მედალი რომ გავამოჯობესოთ. 36 მედალი მარტო წინა შაბათ-კვირას იყო აღებული ბათუმში გამართული გრან-პრიდან, რომელიც კარატეში ჩატარდა და ესეთები ყოველ შაბათ-კვირას 3-4 ღონისძიება მუდმივად ტარდება. ასევე ჩატარდა წინა შაბათს მსოფლიო პირველობა, მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და სავიზიტო ბარათია და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია იუნესკოს მიერ აღიარებული. ძალიან ბევრი წარმატებული პროექტები ხორციელდება. სხვადასხვა ალბათ ბევრს დაამახსოვრდებოდა მუდმივად
სპორტულ გადაცემებში და ზოგადად საზოგადოებაში თუნდაც ბანერების დონეზე და სოციალურ მედიაში რეკლამების დონეზე მუდმივად არის მოწოდება, რომ ამ შაბათ-კვირას ესეთი მსოფლიოს ჩემპიონატია, მომავალ შაბათ-კვირას გრან-პრია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს თითქოს გადაიქცა ერთგვარ ჰაბად სპორტული ტურნირების მასპინძლობისა საერთაშორისო დონეზე და მე მახსენდება UFC სოფლიო ჩემპიონატი ბოლოს მანამდე იყო უпроსტად ბოლო იყო ქართული ჭიდაობის სოფლიო ჩემპიონატი, სადაც 22 ქვეყანა იყო, შემდეგ უფრო წინ იყო UFC და შემდეგ სოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში, სადაც სანდრო ბაზაძე გახდა ოქროს მედალოსანი. ეს არის თქვენი ღიად გაცხადებული პოლიტიკა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სირთულის ტურნირის დაძლევა, თუ ეს ხდებოდა სპონტანურად და თქვათ ქონდათ შემოთავაზება, თუ თქვენ ამისთვის იბრძოდით? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მზაობა და კლიმატი იმისა, რომ ესეთ მძლავრ საერთაშორისო მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლოთ. 2024 წელს 19 ასეთი შეჯიბრება ჩატარდა საქართველოში ძალიან წარმატებული. 2025 წელს უკვე 21 მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა და რამოდენიმე მინდა აუცილებლად გამოყო, იმიტომ რომ ყველა ამ ღონისძიებამ უმაღლესი შეფასება მიიღო შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების მიერ. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა აღინიშნოს ბაკურიანი 2025, რომელიც ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელმაც შეფასება მიიღო არა მხოლოდ რომ საქართველოში ჩატარდა ეს უმაღლეს დონეზე, არამედ აქამდე ჩატარებული ყველა ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალებს შორის ყველაზე მაღალ ორგანიზებულ დონეზე და ყველაზე მაღალი შეფასებით ჩატარდა. განუმარტოთ და მსმენელს, რომ საუბარია ჩვეულებრივ ოლიმპიურ თამაშებზე უბრალოდ ასაკობრივი კატეგორია არის, ცენზი არსებობს კონკრეტული ასაკის და აბლა ბავშვებისთვის, თორე მასშტაბით ჩვეულებრივი ოლიმპიადა. ევროპის მასშტაბით ეს არის ახალგაზრდებში საფესტივალო, თუმცა ამან ძალიან დიდი ცნობადობა როგორც ქვეყანას მიანიჭა, ასევე შექმნა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც სამწუხაროდ ზამთრის სპორტის სახეობებში არ ჰქონდა. განაპირობა ის, რომ ზამთრის სპორტის სახეობებიც წამოვიდა და ჩვენ უკვე ზამთრის სახეობებში მედლებიც გვაქვს პრეტენზია და თრიალეთის თასი 4 ოქრო თბილისში დარჩა. და საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო დიდ გრან-პრი ტურნირებზე ავიღეთ და არ შეიძლება არ ითქვას მომავალი წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ზამთრის დიდების ოლიმპიურ თამაშებზე ყველა შესაძლებლობა გამოიყენა ფიგურულმა ციგურავმა და ყველა ლიცენზია აიღო. მილანი კორტინა დავაანონსოთ 100 დღეზე ნაკლები დარჩა. რაც შეეხება საერთაშორისო ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხარდაჭერით, მოთხოვნითაც და მითითებითაც იყო შეთავაზებები საერთაშორისო ფედერაციების მიმართ, რომ ჩატარებულიყო საერთაშორისო ღონისძიებები საქართველოში, ევროპის, მსოფლიოს და სხვადასხვა რანგის ტურნირები. როგორც გითხარით, 21 ჩატარდა 21 ღონისძიება ასეთი ჩატარდა 2025 წელს, 2026 წელს დაგეგმილია 31 საერთაშორისო მასშტაბის ევროპის, მსოფლიოსა და სხვადასხვა რანგის საერთაშორისო მაქსიაში თუ არის UFC, იმიტომ რომ ძალიან ისეთი პოპულარული თემაა, ყველას გვაინტერესებს დანავა ითმას თვითონ ამ სიაში არ შედის UFC, როდესაც მივიღებთ კონკრეტულად დასტურს და უკვე კონკრეტულ დეტალებზე იქნება თარიღი, ბრძოლის ტიპი, ადგილი და ასე შემდეგ, მე შეიძლება შევიტანოთ 32-ად, მაგრამ ეს 31 რაც ვიცით, ნამდვილად ასეა და ძალიან ბევრი მათ შორის ოლიმპიური თუ არაოლიმპიური ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება. მარტივად ახსაქმელი რომ გავხადოთ. მით რა, სხვადასხვა საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ემხრობა ასეთ დამოკიდებულებას, მასპინძლობას გულისხმობ მე სახელმწიფოს მიერ გაცხადებულს. აი, ავიღოთ თუნდაც ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი. რა მიიღო საქართველომ საპირისპიროდ? ნუ ზამთრის სახეობები ვიცით რომ იყო პრობლემური ინფრასტრუქტურა და კარგი დარჩა და ნუ ამისთვის ამაზე ბევრი კითხვა არის მე, მაგრამ სხვა ტურნირები მაინტერესებს. დავიწყოთ აი ფარიკაობიდან, თუნდაც UFC იყოს, თუ გარდა იმისა, რომ პოპულარული ხდება კონკრეტული სახეობები. გარდა იმისა, რომ პოპულარული ხდება ეს სახეობები და რომელიც მართლა საჭიროა და კარგია, ფარიკაობამ მაგალითად მოგცა ის, რომ პირველად ჩატარდა ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაგვიხდა მსოფლიო ჩემპიონი და არა მარტო კარგად ორგანიზებული შეჯიბრება ჩავატარეთ, ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონი დაიტოვა და მსოფლიო მედალი ოქროს დარჩა საქართველოში, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა ბავშვებში ამ სპორტის სახეობას. ანუ შედეგიც უნიკალური გვაქვს.
ჩამოსული იყო უამრავი რაოდენობის დელეგაცია ქვეყნის, რომელსაც ჩამოყვა დაახლოებით 150 ქვეყნამდე თავისი დელეგაციები, სპორტსმენები, მწვრთნელები, ისინი, რომლებიც დამატებითი ტურიზმის შემოსავალი, ქვეყნისთვის დამატებითი ეკონომიკური შემოსავალია, როგორც ტურიზმის განვითარება და ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარების ეს მიმართულება ალბათ სხვა ტურიზმის მიმართულებას, როგორც არის თქვა, შეიძლება სამედიცინო, რელიგიური ტურიზმი, სპორტული ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ამიტომ ეს მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ამდენი სტუმარი ჩამოდის და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განპირობებული, რომ ამ ქვეყანაში როცა არის მშვიდობა და ის განწყობა და ის კლიმატი, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები უნდა ჩატარდეს, არის ძალიან კარგი. წარმოიდგინეთ ახლა უბრალოდ ისეთი სპორტის სახეობები, ახლა სათამაშო სახეობებში რაგბი, რომელიც სოფლიო 20 წლამდე ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს თბილისსა და ქუთაისში. ძიუდოში დიდებში ტარდება გრანდსლემის გარდა ევროპის ჩემპიონატი. ძალოსნობაში ტარდება ევროპის ჩემპიონატი დიდებში. არაოლიმპიური სახეობებიდან კონტაქტურ კარატეში ტარდება ევროპის ჩემპიონატი. ბევრი ევროპისა თუ სოფლიო ჩემპიონატი ტარდება. საკუთარ კედლებში ჩვენ სპორტსმენებს განსაკუთრებულად მეც შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ მოემზადონ უფრო უკეთესად და თამამად გამოვიდნენ იასპარეზონ და ქვეყნისთვის რა თქმა უნდა დამატებითი შემოსავალია და ყველა ასეთი ჩატარებული შეჯიბრება უმაღლესი საერთაშორისო შეფასებით მთავრდება. ძალიან სასიამოვნოა. სანამ დავასრულოთ, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ როგორც ერთი სპორტის სფეროში კარგად ჩახედული ადამიანი და სპეციალისტი, მოდი ესე ვთქვათ და დავანებოთ თავი თქვენს საჯარო სამსახურეობრივ მოვალეობებს. აი 2026 წელი თქვენ მთავარი გამოწვევა რა არის თქვენთვის? აი მთავარი რაც გინდათ რომ სპორტის სფეროში ან დარეგულირდეს, ან შეიქმნას, ან გარკვეული ცვლილებები შევიდეს. მე გეკითხებით როგორც არა ფუნქციონერს, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ვინც სპეციალისტია ამ მიმართულებით. პირველ რიგში ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სპორტი ყველასათვის, განურჩევლად ასაკისა და რა თქმა უნდა ბავშვებში და მოსახლეობაში, იმიტომ რომ დღეს თანამედროვე გარემოებები სამწუხაროდ არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი დრო ადამიანმა გამოუყოს ფიზიკურ აქტივობას, მაგრამ ქვეყანა უნდა წავიდეს აუცილებლად იმ გზით, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ჩვენს ბავშვებს და ახალგაზრდებს ჩაერთონ ფიზიკურ აქტივობებში. ეს ჭირდება ქვეყანას როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე რა თქმა უნდა სპორტის განვითარების, გამარჯვების. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში ეს არის ცნობილი კვლევები ჩატარებული, რომ სპორტში დახარჯული 1 ევრო უდრის 12 ევროს ეკონომიას ჯანდაცვაში. ეს არის უნიშნელოვანესი, იცით ქვეყნის ხელისუფლების ბრძოლა ნარკომანიის და სხვა მავნე ზეგავლენების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ახალგაზრდობას, სპორტი და ფიზიკური აქტივობა ეს არის მთავარი პრევენცია ამისა და რა თქმა უნდა ჩემპიონობა და ქვეყნის გამარჯვება, რომელიც წარადგენს ჩვენაირ პატარა ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იწევა ქვეყნის დროშა და ჟღერს სახელმწიფო ჰიმნი მხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენის შემთხვევაში და ეს რა თქმა უნდა ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია. ასევე მთავარ გამოწვევად რჩება იმ ინფრასტრუქტურის სტანდარტებით აშენება და მოწყობა, რომელსაც სპორტის სამინისტრო აწვდის შესაბამის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს და ისინი ამ მიზანშეწონილობიდან, ამ სტანდარტებიდან გამომდინარე იწყებენ მშენებლობას და მნიშვნელოვანია რომ ეს მოხდეს ხარისხიანად და ამ ხარისხიან აშენებულ ინფრასტრუქტურაში შევიდნენ კვალიფიცირებული კადრები ჩვენი შვილების თაობის აღსაზრდელად, როგორც ფიზიკური აღზრდის კუთხით, ისე მასობრივად. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად კანონმდებლობა, რომელზეც მუშაობთ საქართველოს პარლამენტთან ერთად და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უახლოესი 10 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს მიმართულებას ამ კუთხით. დიდი მადლობა საინტერესო სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ 1500 მედალზე მეტი გქონდა გასულ წელს და წელს უფრო მეტი გვექნება, მინდა რომ აგიხდეთ თქვენს, მეც და მთელ საქართველოს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, წარმატება და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას.